ძალიან დატვირთული დღეები იყო გასული და სხვა შორის ძალიან დიდი ხანიში მოგვიწევს ალბათ ამ დღეებზე საუბარი, იმიტომ რომ დავოსის ეკონომიკურმა სამიტმა და ტრამპის რაღაცა ახალმა საბჭომ ჩაერა ისე რომ საქართველოს ერთადერთ კონტექსტში იყო ნახსენები, როგორ აუვლიან გვერდ საქართველოს. ეს არის ალბათ ყველაზე ტრაგიკული შედეგი და რაღაც ფინალური შეფასებისთვისაც კი გამოდგება ბოლო რამდენიმე წლის კამპანიისა, რასაც ივანიშვილის რეჟიმი ეწევა. ივანიშვილისეული იზოლაციის ახალი შრეარი, რომელიც ძალიან თვალნათლივ დავინახეთ ყველამ, ადვილად დამზერვადია, შეიძლება ასე ვთქვათ. თქვენთვის ანუ რა დასკვნა გამოიტანეთ ამ დავოსის სამიტიდან სამხრეთ კავკასიისთვის და საქართველოსთვის. მე მინდა რომ ევროპასთან დაკავშირებითაც ვისაუბროთ და უფრო გლობალურად, მაგრამ მოდი ჩვენი უბედურება მოვიკითხოთ ჯერ. დილამშვიდობის, რა თქმა უნდა, ძალიან რთული სანახავია, რომ უბრალოდ ის 30 წელი რაც ქვეყანა მოანდომა, რომ დაახლოებულიყო ევროპულ დასავლურ სამყაროს გამხდარიყო, დაბრუნებულიყო ეგრეთ წოდებულ თავის ჰაბიტატში, სადაც მიაჩნია საქართველოს მოსახლეობის ძალიან დიდ ნაწილს ვის ეკუთვნის. უბრალოდ ხედავთ ყოველი ღონისძიებიდან ღონისძიებამდე, რომ საქართველოს უბრალოდ არ არის ამ სისტემის ნაწილი, არ არის ამ სივრცის ნაწილი და ხელისუფლება დღევანდელი ქართული ოცნება არც კი ცდილობს, რომ რამე ფორმით მაინც მოახდინოს ეს დაბრუნება, რომელიც ფაქტობრივად 24 წლის არჩევნების შემდეგ პრემიერმა კობახიძემ გამოაცხადა ეგრეთ წოდებული გაყრა საქართველოს და დასავლეთის ევროკავშირისთან ურთიერთობების შეჩერების და განცხადებიდან გამომდინარე. ანუ მოკლედ რო ვთქვათ რა, დავოსის ფორუმზე არ დაპატიჟება, ამას სერიოზულად ესე ვთქვათ დამსახურება უნდა. რუსეთი, ირანი, საქართველო არის მხოლოდ ის მცირე ჩამონათვალი ქვეყნებისა, რომელიც დავოსის ფორუმზე არ იყვნენ მიწვეულები და დღევანდელი ხელისუფლებას არც კი ენერგია არ დაუხარჯებს იმისთვის, რომ ეს შეცდომა ეგრეთ წოდებული დავოსის თუ ორგანიზატორების მხრიდან თუ ამას ქართული ოცნება ესე წარმოადგენს გამოსწორებულიყო. იკვეხნიან იმაზე, რომ არის ეკონომიკური და უპრეცედენტო, მზად არის ქვეყანა ეკონომიკური თანამშრომლობისთვის და სწორედ დავოსი არის ის შესაძლებლობა, როგორც პოლიტიკური, ეკონომიკური, ფინანსური ელიტებისთვის თუ კომპანიებისთვის თუ პოლიტიკური ლიდერებისთვის, რომ საერთო ხედვა ჩამოაყალიბონ პოლიტიკურ უსაფრთხოების თუ ეკონომიკური თუ ფინანსური თანამშრომლობის. არ არის აუცილებელი, რომ გლობალური სისტემის გადახალისებაზე თუ გადაკეთებაზე ისაუბრო, თუ ეს მიგაჩნია, რომ რუსეთს ჭყალებში გააღიზიანებს, შეგიძლია ეგრეთ წოდებული შექმნა ეგრეთ ქართული სახლი თუ სივრცე, სადაც შენ შეგიძლია, როგორც იკვეხნიან ხოლმე ყველა იმ პარტნიორს, რომელიც საქართველოში თურმე რიგი დგას, რომ შემოვიდე, რომ ინვესტიციები ჩადონ, იქ შეუქმნა პირობა, როგორც ეს გააკეთა აზერბაიჯანმა, გახსოვთ BlackRock-ის უზარმაზარი ფინანსური კომპანიის წარმომადგენლებთან შეხვედრა და ასევე ძალიან მნიშვნელოვანი შესაძლებლობა იქნა გამოტოვებული, როდესაც ჩვენ ხედავთ პრეზიდენტ ალიევს, აზერბაიჯანის პრეზიდენტ ალიევს, სომხეთის პრეზიდენტს, ევროპის ლიდერებს, ამერიკის შეერთებული შტატების ლიდერებს საუბრობენ კავკასიაზე, როგორც ეგრეთ წოდებული შუა დერეფანზე, ქვეყნებს, რომელსაც აქვს უზარმაზარი პოტენციალი, რომ იყვნენ დამაკავშირებელი ევროპასა და აზიას შორის. ჩვენ უბრალოდ აღმოაჩინეთ, რომ საქართველოს ალიევს რო არ ეხსენებინა, როგორც ქვეყანა, რომელსაც გადის და შეიძლება აღარ გავიდეს ის პირთები, რომელიც გადიოდა აქამდე, საქართველოს საერთოდ როგორც თქვენ აღნიშნეთ, არავის არც გახსენებია და დღევანდელმა ხელისუფლებამ კმაყოფილება გამოხატა იმისი, რომ თურმე არ ახსენებიათ. მე აი ეს ანომალიას გაუგებრობა კიდევ ერთხელ ვიძახი, მართლა მოწონს ქართული ოცნების მხარდამჭერებს, რომ ქვეყანა ფაქტობრივად ნელ-ნელა რუსეთი შთანთქავს თავის გეოპოლიტიკურ თუ პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ სივრცეში და ჩვენი ქვეყნიდან და სუვერენიტეტიდან დარჩება მხოლოდ სახელი და დასახელება და შეიძლება დროშაც კი აღარ შევრჩეს თუ ესე გაგრძელდა უახლოეს პერიოდში და მე საკმაოდ სახიფათოდ მიმაჩნია ამ სიტუაცია, მათ შორის დავოსის ფორუმის მაჩვენა, რომ ფაქტობრივად ქვეყანა დღევანდელი ხელისუფლება უფრო მეტ იზოლაციაში ვიდრე ეს ვინმე წარმოედგინა აქამდე.
ძალიან თვალნათელი გახდა ნამდვილად. აი ოცნების ამორჩევლისთვისაც კი იზოლაციის ეს მასშტაბი მგონი ცოტა წარმოუდგენელი იყო. მე მგონი რომ რაღაც აღმოჩენების გაკეთება მათ მოუწევდათ ახლა და რაღაც დასკვნების გაკეთება, იმიტომ რომ რაც ყველაფერმა ჩაერა, არსად არაფერში არ ფიგურირებთ საერთოდ. და ის რომ თავისთავად ოცნებას ეს აწუხებს და ეს ცოტა შიდა პოლიტიკურ დინამიკის კუთხითაც მინდა კითხოთ, სანამ დაუბრუნდებით ისევ დაუსის შედეგებს, რა მნიშვნელობის არის ოცნებისათვის ის რომ აი ეს იზოლაცია მცირედით მაინც გარღვევს. თქვენ ახსენეთ რომ მათ მცდელობაც კი არ ქონიათო დავოსზე. მათ აქვს ძალიან ბევრი მცდელობა ვაშინგტონში. ბევრ ფულს ხარჯავენ, რას არ თავაზობენ ამერიკელებს რომ ღონთ დაალაგდნენ. ამერიკელებისგან მოდის ცივი უარი ყოველ ჯერზე, მაგრამ ესენი მაინც ეტენებიან. ანუ ხო არის ევროპასა და ამერიკას შორის ეს რაღაც ერთმანეთს აკრიტიკებენ, ხო? ესენი არიან ტრამპის მხარეს აუცილებლად, მაგრამ ის ტრამპი ამათ უარს ეუბნება. სანქციებსაც კი არ უხსნის, ხო ივანიშვილს? ანუ მეთოდურად მაინც ცდილობენ აქ რაღაც საახალწლო ბარათი გამოუგზავნა, როგორც ყველას რა ვიცი, ტრამპმა ყაველაშვილს და რა მთელი ოცნება ზეიმობდა ამ ამბავს, აი ბედურება მოაწყვეს. შიდა პოლიტიკურ დინამიკისათვის, მათი შიდა ლეგიტიმაციისათვის რა ფასი აქვს ამ იზოლაციას? რა მნიშვნელობის არის საქართველოს მოქალაქეებისათვის ის, რომ საქართველოს ხელისუფლება იყოს ინტეგრირებული ამ სოფლიო დინამიკაში? მე რაღაც ისევ კართაგენივით გავამევა, მაგრამ მოდით უბრალოდ ისევ რაღაც აი გაგების დონეზე რომ დაუბრუნდეთ, რაც ბიძინაევანიშვილს დაყანელეკავს ურთიერთობა, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ. უბრალოდ მინდა შევახსენო მაყურებელს და თქვენ კარგად გახსოვთ, მისი სერიოზული პრობლემა დასავლეთთან დაიწყო შვეიცარიული ბანკების მიერ მისი ფულის დაყადაღებით, ეგრეთ წოდებული. და როგორც ჩანს, ეს არის მისი პირადი, ესე ვთქვათ, პასუხი გაგების დონეზე და ხელისუფლება ძალიანაც რომ დომოდა დავოსში წასვლის სურვილი ქონოდა ვერ წავიდოდა. ანუ ეს ხო ღიად გამოაცხადა მან რომ დამიბრუნდა ჩემი ფული, შვეიცარიის deep state-ის, ამერიკის და ევროპის კონსპირაცია მის წინააღმდეგ, ანუ დასავლური ფინანსური ინსტიტუტების და ეს ფაქტორი არ უნდა გამოგრჩეს, იმიტომ რომ ყველაფერი პირადულ დონეზე წყდება, მიუხედავად იმ ორომტრიალისა, რომელსაც ვხედავთ ქართული ოცნების პოლიტიკურ წრეებში, მოლაპარაკე თავები, რომლებიც რაღაცას თუ არ დაგვიძახეს ძალიანაც კარგი და ეგეთი შეძახილები და გაუგებრობები ყოფილი ცეკას ინსტრუქტორების მხრიდან თუ ახალ გამოცხობილი პროპაგანდისტების მხრიდან, ეს არის ძალიან ესე ვთქვათ პირადული მგზავნილი, რომელიც ყველა უნდა მიხვდეს, რომ ბიძინა ივანიშვილის წყენა შვეიცარიული საბანკო სისტემის მიმართ, ანუ ფაქტიურად სახელმწიფო მევარ პრინციპიდან გამომდინარე, გადაითარგმნა იმაში, რომ ფაქტიურად არა მარტო ევროპულ ინსტიტუტებთან, არამედ ევროპულ დასავლურ ფინანსურ ინსტიტუტებთან გამოაცხადა ომი, რაც ქვეყნისთვის არის დამანგრეველი. იმიტომ რომ არა მარტო ინფრასტრუქტურული განვითარების პროექტებზე ფაქტიურად საქართველოს უკვე პრობლემები აქვს, ანუ საბანკო სისტემისთვისაც სერიოზული პრობლემა იქნება. ხა წარმოიდგინეთ თქვენ საბანკო სისტემა საქართველოსი, რომელიც ფაქტიურად იძულებული იქნება, რომ აი ამ ურთიერთობაში შევიდეს და დაძაბოს ურთიერთობა ამერიკულ ევროპულ ფინანსურ ინსტიტუტებთან, ჯერ მარტო საქართველოს და PBS-ის ბანკის თემები რო ავიღოთ და ლონდონის შესაბამისად ბირჟაზე მათი აქციების იქნება თუ ფინანსური რესურსების მოზიდვის თვალსაზრისით, ანუ ეს ეკონომიკურ ფინანსური იზოლაცია უკვე ისევ თვალსაჩინო ხდება და ანუ კითხვა უნდა დასვან ფინანსურმა და ბიზნეს წრეებმა, რა გაგრძელება აქვს ამას მათთვის დაფინანსების კუთხით, რეიტინგის კუთხით, ქვეყნის შესაბამისად გეოპოლიტიკური არჩევანის კუთხით, იმიტომ რომ ყველა ძალიან კარგად იცის, რომ არსად არ მიდის ფინანსური დასავლური თუ არ არის დასავლური უსაფრთხოების პოლიტიკური თუ გეოპოლიტიკური ქოლგა, ან ის თანამშრომლობა, რომელიც რეალურად ქვეყანას ჰქონდა აქამდე და ჩვენ ამას ვიგებდით როგორც ჩვეულებრივ მოცემულობას. ამიტომ ეს გაყრა, როგორც ჩანს, რა, მათ საკუთარი ინტერესების გარდა სხვაგან უბრალოდ არ წარმოუდგენიათ, რომ შეიძლება მიდიოდეს, იმიტომ რომ ბიძინამ ესე როგორც ჩანს მიანიშნა, რომ ეს არის ამ ეტაპზე საჭირო და აქ პოლიტიკური პროცესი როგორც ეგეთი მე ფაქტურად ვერ ვხედავ აქ უბრალოდ გარდა იმისა, რომ რაღაც ამის ესე ვთქვათ რა ვიცი ახსნა იმ მაყურებლებისთვის პროპაგანდისტული არხებზე რომლებიც არიან გადართულები, რომ მიჩვეულები არიან ამის რაღაც პოლიტიკური სარჩულის დანახვას. ამიტომ რთული სიტუაცია ამ ხრივ ისე რაღაც პიროვნულ დონებზე დავდივართ და
გაგების დონეზე უნდა დავიწყოთ ისე ლაპარაკი, ვიდრე პოლიტიკურ, გეოპოლიტიკურ თუ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე. თუ ვინმე ამას სხვანაირად ხედავს, კი ბატონო, დავილაპარაკოთ და გვაჩვენონ რეალურად სად არის სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება იმაში, რომ უბრალოდ საქართველოს უარს ამბობს ყველა დასავლურ ფორმატში ურთიერთობების და მონაწილეობის შესაძლებლობას. რეჟიმთან მიახლოება რაღაც წრეებს დაიბადა თავის დროზე, აი რაღაც თუ აღეწერათ ეს საგარეო პოლიტიკის ეს ტურბულენტობა, რომ ეს არის მულტივექტორულ სამყაროსთან ადაპტაციის მცდელობა, რომ ჩვენი ეროვნული ინტერესი ყველასთან უნდა ვიკონტაქტოთ და ხა მარტო დასავლეთზე ხო არ ვიქნებით ჩამოკიდებული, ოღონდ საბოლოოდ ეს ყველაფერი დამთავრდა არა სრული ფიასკოთ, უბედურებით დამთავრდა. ხო მართლა ფიასკო ახასიათებს კარგად ამ მდგომარეობას. JD Vance ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი ჩამოდის რეგიონში თებერვალში, სამხრეთ კავკასიაში, ჩავა ბაქოში, ჩავა ერევანში და უბრალოდ რაღაც ლამაზი ფოტოებისთვის ვიზიტი არ იქნება. ერევანში ისაუბრებენ ბირთვული ენერგიის გზით ნახევარგამტარების წარმოებაზე და NVIDIA-ს ახალ წარმოებაზე, რომელიც სომხეთში უნდა გაიხსნას და აზერბაიჯანში სამხედრო კონტრაქტებზე, რომელსაც აზერბაიჯანი გააფორმებს ამერიკელებთან. საქართველოს არავის არ გახსენებია. ეს არის უმძიმესი შედეგი, ასევე ფინალური აქტივით არის ამ მთელი 35 წლიანი ისტორიისა, რაც არის საქართველოსა და ამერიკის ურთიერთობების შესახებ, ხო? ვიცე-პრეზიდენტი რეგიონში ჩამოდის და საქართველოში არ ჩამოვა. თან ის ვიცე-პრეზიდენტი არის, რომელიც ვერ ვიტყვით, რომ დაინტერესებულია დიდად ამერიკული დემოკრატიის იდეების გავრცელებით სოფლიოში. არა, პრაქტიკული ამოცანებით თუ იმოძრავებს ის ჩვენს რეგიონში და ფაქტია, რომ ეს პრაქტიკული ამოცანა დაინახა სომხეთსა და აზერბაიჯანში. თავისთავად ეს არის თუ არა სიგნალი ამ ქვეყნისათვის და რისი მანიშნებელია ის, რომ უბრალოდ მარტო ფოტოებისთვის კი არა, რა საქმეებისთვისაც ჩამოდის აქ ეს მაღალი თანამდებობის პირი. ვიცე-პრეზიდენტი JD Vance არის ის, რომელსაც ქართული ოცნება და მაგონ პრეზიდენტი ყაველაშვილი ეგრეთ წოდებული. ამბობდა, რომ ჩვენი ხედვები ხო ფაქტურად ერთი და იგივეა. პაპუაშვილი ამბობდა, აბა მე რას ვლაპარაკობდი, ტრამპი ახლა რაც ლაპარაკობს, ფაქტურად მე ვლაპარაკობდი. ანუ კომიკურ სიტუაციაში ვართ ერთის მხრივ, აი ამ კომენტარებიდან გამომდინარე, მაგრამ ყოველთვის, როდესაც საუბარი იყო საქართველოზე და მცდელობა იმისი, რომ საქართველოს ყოფილიყო აი ამ შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების ნაწილი, რეალურად მცდელობა იყო იმისი, რომ მათ შორის აზერბაიჯანის თუ სომხეთის გამომდინარე, რომელიც ჰქონდა სხვა ურთიერთობების სხვა პრობლემა, გარკვეული დისტანცირება ყოფილიყო, იმიტომ რომ პრობლემური იყო აზერბაიჯანის სომხეთის ურთიერთობა, რუსეთის ფაქტორი და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი რადიკალურად შეიცვალა ირაკლი. ფაქტობრივად ჩვენ ხედავთ, რომ აზერბაიჯანი და სომხეთი ხდება დასავლეთის ნაწილი, მისი ხედვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი და ყოველთვის განიხილებოდა უკვე როცა საერთოდ სიტუაცია დაალაგდებოდა საქართველოს, აზერბაიჯანი, სომხეთი, ეგრეთ წოდებული კავკასიის რეგიონი, კასპიის ზღვის და შავი ზღვის დამაკავშირებლად, როგორც ერთიანი უსაფრთხოების ეკონომიკური სატრანზიტო ესე ვთქვათ, სივრცე, რომელიც ფაქტიურად არის ხიდი დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის. ანუ ფაქტიურად საქართველოს ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ჩვენ ამის ნაწილი აღარ ვიყოთ. ეს ზღაპრები იმის შესახებ, რომ თურმე რიკორდი შენდება და შუადერეფანი ჩვენ ხედავთ ყველა დავდივართ ამ გზებზე თუ რკინიგზაზე, რომ არაფერი ამას გლობალური ინფრასტრუქტურის ნიშანწყალი არ აქვს, ხიდი ვერ აუშენებიათ ბოლომდე, რომელიც ფაქტობრივად დააკავშირებს საქართველოს დასავლეთსა და აღმოსავლეთს და ის რომ ამხელა რესურსები ჩაიდება მარტო ამერიკის შეერთებული შტატების მიახლოებით საუბარია ამ საწყის ეტაპზე 155 მილიონ დოლარზე და შემდგომში უკვე რამოდენიმე მილიარდობით დოლარის ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაზე მათ შორის მათ მოკავშირეების მხრიდან რომელიც არის იაპონია მიახლოებით 2 მილიარდ 800.000-ზე არის საუბარი Mitsubishi კორპორაციის მეშვეობით მოზიდვით. ახლა წარმოიდგინეთ რამხელა რესურს ჩადებს ამაში თვითონ თურქეთი და ზუსტად ამ ყველაფრის ხარდაჭერა და ეგრეთ წოდებული გარანტიების მიცემას ემსახურება JD Vance-ის ჩარსვლა. ვიცე-პრეზიდენტი არ ჩადის არსად, რო არ იყოს საქმე, დღევანდელი ადმინისტრაციის ქმედება შეფასებულია როგორც ტრანზაქციული, ანუ საქმიანი, ანუ არის საქმე, რასაც შესაბამისად ამერიკის შეერთებული შტატები ბიზნესის, ფინანსური, ეკონომიკური უსაფრთხოების, გეოპოლიტიკური თვალსაზრისით მიაჩნიათ, რომ
აზერბაიჯანთან და სომხეთთან ღირსაუბარი, ამ ქვეყნებისთვის ეს არის გარანტია მათი სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის და საერთაშორისო სისტემაში რუსეთის ბალანსის თვალსაზრისით და საქართველო ფაქტიურად ჩახსნილია ამ ხედვიდან, იმიტომ კი არა რომ მხოლოდ საქართველოს მთავრობამ ესე გადაწყვეტა. უბრალოდ საქართველოს დაკარგა თავისი ფუნქცია და უბრალოდ მეტად და მეტად ხვდებით რაღაც სამხრეთ გავლენის სფერო, ეკონომიკური, ფინანსური თუ სხვა რუსეთის, რომელიც როგორც ჩანს ეს ბიძინას აწყობს, ქართული ოცნება ტაშს უკრავს, იმიტომ რომ შეულობენ ფულს, თანამდებობებს, სკამებს, თავის ცოლებს თუ ოჯახებს კარგად აცხოვრებენ, კორუფციის იმ ხარის, რომელიც მისაღებია ბიზნესთვის თუ რამ ასობით მილიონი არ დაომალე მისაღებია და შესაბამისად მიაჩნიათ აბარა ევროპა გინდათ ამ პრინციპით და ომი გინდათ ამ შეძახილებით დანარჩენ მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელიც ქართულ ოცნებას პრინციპში ეთანხმება, აგულიანებს, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, ცოტა წინ რო გავიხედოთ ერთი რამოდენიმე წლით წინ, ხო, დავინახავთ, რომ ფაქტობრივად ჩვენ საკუთარ თავს გამოუცხადეთ ქვეყნის დასასრული და ამას ემსახურება დევანდელი ხელისუფლება და კიდევ ერთხელ ვამბობ, თქვენ ამბობდით აი მრავალვექტორულ პოლიტიკაზე, საით არის ეს მრავალვექტორული ვექტორი, ხო? თუ დასავლეთი ამას გონია ვინმე არაკეთებს და არ აქვს ურთიერთობა ჩინეთთან, ახლო აღმოსავლეთთან, აზიასთან, ევროპასთან, ამერიკას და ასე შემდეგ, ჩვენ ვისთან გვაქვს ურთიერთობა? ყველას ელაპარაკება და ყველას უთანხმდება. ასეთი ხო, ჩვენ ხო არავინ არ გველაპარაკება, ბოლო პერიოდი ნახეთ და იმის სანაცვლოდ კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩვენ თავაზობენ რომ რახან ჩადის JD-UNC სომხეთში, აზერბაიჯანში, სასწრაფოდ ვრცელდება ინფორმაცია იმედის მიერ, რომ ჩვენთან ჩამოდის თურქმენეთის მეჯლისის თავმჯდომარე ქალბატონი ეს და ეს. ეს ნორმალურია ხო? ეს არის რასაც ჩვენ იმის გამო რომ ესე ვთქვათ კარგად ვიყოთ ბჭყალებში თუ ამას კარგად ყოფნა, ქვია მივიღოთ და ტაში დაუკრათ და გავჩუმდეთ. ანუ საერთოდ ამ ხალხს რა ჭირს? ამ შემთხვევაში ძალიან ძიმე რეალობა დგას, მათ შორის აი ეს ცნობილი ნარატივი, რომ აი ჩვენ ეხლა თუ ზედმეტად გამოვჩდებით, ომი იქნება და ჯობია რომ ჩუმად ვიყოთ, რომელიც გაიყიდა კარგად ქართულ ბაზარზე, ხო და ამით გამართდა, მათ შორის აი ეს რაღაცა დისტანცირება მსოფლიო პოლიტიკიდან, იზოლაციაც კი, ამით გამართდა, რომ აი თავის დროზე რომ აქტიური იყო სააკაშვილი რა დაიცვეს მისმა ამერიკელებმა, ხო იყო ომი. ამით გამართდა ეს რაღაცა დისტანცირება, მაგრამ ეხლა დასრულდა თითქოს ამისთვისაც ეს სივრცე, ხო? იმიტომ ეხლა უკვე აღარ არის იმის ვეღარავის ვეღარ დააჯერებ, რომ ეხლა თუ ჩვენ ვიმოქმედებთ იმისათვის, რომ რაღაცა ამერიკელებთან კონტაქტი გქონდეს და სადღაც ვიყოთ წარმოდგენილი, რომ ამის გამო რუსეთს ჩვენთან ომს დაიწყებს. რუსეთს რომ რისი თავი აქვს რუსეთს, ხო? ესეც კარგად გამოჩნდა ბევრისათვის. და ისიც ეხლა ზოგადად აი ესეთი იზოლაცია არ არის ერთადერთი გამოსავალი რუსეთისგან რაც თავდასხმის არიდების, ხო? ამ ხრივ ჩემი აზრით სულად ახალ დონეს მიაღწია ახლა ოცნებამ და საინტერესოა სხვა შორის ამ ხრივ ნარატივის გამართვა შეძლებენ თუ არა. მნიშვნელოვანი იყო დავოსის შეკრება გლობალური მნიშვნელობითაც, ასეთი მნიშვნელოვანი დავოსის შეკრება მრავალი წელია მგონი არ ყოფილა. და ტრამპმა ცენტრალურ სცენაზე შემოაგორა გრენლანდიის საკითხი და სხვა შორის ბევრი დაობს იმაზე, რომ აი რა შემაკავებელი აქვსო ტრამპსო და თავად მას რო კითხეს, ჩემი მორალიო თქვა. ნუ მე კი კონსტიტუციას და კანონებიც, მაგრამ პირველ რიგში ჩემი მორალიო. მაგრამ სინამდვილეში გრენლანდიის საკითხმა გამოაჩინა, რომ არსებობს შემაკავებლები, მათ შორის ისეთი, რომელთაც საერთაშორისო დონეზე შეიძლება მისი სურვილები შეიზღუდოს. თქვენ დაკვირვებით, აი დავოსის ეს გლობალური შედეგები როგორია? მათ შორის დასავლური სამყაროსთვის და რა ტიპის გზავნილია ეს ჩინეთისა და რუსეთისათვის? ეს საკმაოდ მძიმე შედეგებია რომ შეხედოთ მათ შორის ქართული ოცნებას თუ უნდა ეჩვენებინა რომ აი ხო ხედავთ დასავლეთი არ არის ერთიანი ამის შესაძლებლობა მიეცემოდა იქ იმიტომ რომ ფაქტობრივად კანადის პრემიერ-მინისტრის გამოსვლა რომელიც ჩაითვალა ეგრეთ წოდებული ერთ-ერთი მთავარი გზავნილი რომელიც მოდიოდა დასავლეთის დანარჩენი ნაწილისგან ამერიკის მიმართ რომ ეს ფაქტობრივად უკვე გამოცხადებული ისევ გაყრა არის ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან დანარჩენი დასავლეთთან და ამ გაყრის ესე ვთქვათ დეტალები მუშავდება და მათ შორის გრენლანდიის თემა იქნება თუ ტარიფების თემა თუ ზოგადად განწყობა თუ ტრამპის მორალი საკმაოდ საინტერესო არის იმისთვის რომ გაანალიზოს ადამიანმა თუ რა ახალ ეტაპზე შევდივართ ის ცივი ომის პერიოდი რომელიც დასავლეთი გაერთიანა
ცივი ომის შემდგომი პერიოდი, რომელიც ფაქტიურად ითვლებოდა ყველაზე ერთ-ერთ მშვიდობიან და ძალიან მნიშვნელოვან ეკონომიკურ ფინანსური თვალსაზრისით დასავლეთისთვის, დღეს უკვე ტრამპის ერა, როდესაც ფაქტიურად ის წინა მისი პირველი ვადით დაიწყო და გაგრძელდა მეორე ვადაში, დასავლეთს ფიქრებდა ჩვენ გვისაუბრია მათ შორის ამაზე, განსაკუთრებით ევროპას, რომ დამოკიდებულება ამერიკაზე, რომელიც ფაქტიურად ევროპას ჰქონდა უპირობო, უნდა მეტწილად ჩამოყალიბდეს თავის თავზე დამოკიდებულებაზე, მათ შორის რომ ის ბალანსი აღდგეს ამერიკის შეერთებული შტატებში, მაგრამ ამერიკა და დღევანდელი ამერიკის ადმინისტრაცია მათ ელაპარაკება ძალის ვის უფრო მეტი ძალა აქვს, ვის უფრო მეტი შესაძლებლობები აქვს და ეუნება ევროპას და დასავლეთს, რომ თქვენს გაქვთ ეს შესაძლებლობები და გადათარგმნეთ ეს კონკრეტულ ინსტრუმენტებში, სამხედრო, პოლიტიკურ, ფინანსურ თუ ეკონომიკურში და გახდე ისეთივე ძლიერი, როგორც მე ვარ და ნუ იქნები ჩემ ხარჯზე და ჩემ მეძე უსაფრთხოებაზე თუ ეკონომიკაზე თუ სხვა. ამიტომ საკმაოდ საინტერესო პერიოდში შედის დასავლეთი, ეს არ არის დასავლეთის დასასრული, ეს არის დასავლეთის ჩამოყალიბება უკვე სხვა საჭიროებებიდან გამომდინარე, რასაც დრო ითხოვს და მათ შორის აქ ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი შემოდის, სწორედ ჩინეთთან, ესე ვთქვათ, ბალანსის დაჭერა. ამერიკის შეერთებული შტატები ეუბნება დასავლეთს, დანარჩენ ნაწილს, ევროპას, კანადას თუ სხვა, თქვენ ამ ბალანსში ჩემ მხარეს იქნებით თუ ჩინეთის მხარეს თუ თქვენ თვითონ შეძლებთ იმ ძალის და შესაძლებლობების შექმნა, რომელიც თქვენ შექმნით როგორც რეგიონალურ სერიოზულ გლობალურ ძალად. ამიტომ ძალიან საინტერესო პროცესები მიდის და ამ თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ვინც დიპლომატიაში ნამყოფი ვართ და ამ მსგავს ფორუმებში ვართ მონაწილეობა მიღებული, იქ ადგილზე ნახოთ თუ რეალურად რასთან ეს საგარეო საქმეთა მინისტრისთვის, პრემიერ-მინისტრისთვის, პრეზიდენტისთვის თუ ნებისმიერი პოლიტიკური თუ ეკონომიკური წარმომადგენლებისთვის ეს არის ის, რასაც ჩვენ რეალობის შეგრძნებას გაძლევს დავოსის მსგავსი ფორუმები და ამის შესაძლებლობას რო არ ეკენებს ქვეყანა ფაქტობრივად უარს ამბობს და კიდევ ერთხელ ამბობ საკუთარ თავს იგდებს საკმაოდ მძიმე ვითარებაში რასაც ქვია ქვეყნის ესე ვთქვათ ბედიღბალი, თორე თვითონ კიდევ ერთხელ როგორც ჩანს თავის ესე ვთქვათ ბოსტანს ვერ გაცილდნენ, მიაჩნიათ რომ კარგად რო არიან ფინანსურად, ეკონომიკურად თუ ბიზნესთან თვალსაზრისით და ისინი ჯერჯერობით არ გაუშვიათ ციხეში 6 წლით როგორც ღარიბაშვილი გაუშვა და დღემდე ვერ გავარკვიეთ რისთვის გაუშვათ ეს ადამიანი რა აღიარა ამ ადამიანმა ვინ არის ისიც კი ვერ გავარკვიეთ ვინ არის ციხეში ვინ არ არის ციხეში ადამიანები საერთოდ ამ მდგომარეობაში არიან და ეს არის ის რასაც დღევანდელი ხელისუფლება აჩვენს მოსახლეობას რომ ეს ყველაფერი არის ნორმალური მისაღები იმიტომ რომ ჩვენ აი ესეთი ერთ ადამიანზე დამოკიდებული პოლიტიკური სისტემა უნდა გქონდეს და ამიტომ ამბობ წარმოიდგინეთ ახლა ჩვენი დასავლელი პარტნიორები ამას უყურებენ იმასთან შედარებით რაც ხდებოდა წლების განმავლობაში მათ ქართული ოცნების მმართველობის წინ პირველ პერიოდში სრულ შოკში არიან დარწმუნებული და სრული ურთიერთობის სრულად დაკარგული აქ და ის რომ თურმე ქართველი ემიგრანტები არიან დასავლეთში, ევროპაში, ამერიკაში და იქიდან ფულს აგზავნიან და ეს არის ინტეგრაცია თურმე, რასაც გეუბნებიან ქართული ოცნების პროპაგანდისტები და ამით უნდა იყო კმაყოფილი. მე მგონი თვითონ ის ხალხიც საკმაოდ დისკომფორტში იქნებიან ამერიკაშიც, ევროპაშიც, იმიტომ რომ მათი ამ ფონზე დეპორტაციების რიცხვი ხოლმე გაიზრდება, იმიტომ რომ უკვე შეგვიყვანა ამერიკა მიმოხნების სიაში რუსეთთან, უზბეკეთთან თუ ბელორუსთან ერთად, სადაც საემიგრაციო ვიზები უბრალოდ საქართველოზე აღარ გაიცემა, ეს გავრცელდება დიდი ალბათობით ტურისტულ ვიზებზეც და დეპორტაციების რიცხვი ქართველების, მე როგორც ვიცი, ამერიკიდან საკმაოდ გაიზარდა და ევროპაც არის ამ თვალსაზრისით, ესე ვთქვათ, შემდეგი იმიტომ რომ არ ჭირდებათ მას ქვეყანა, რომელიც მას წინააღმდეგ და მასთან ერთად არ თანამშრომლობს, მიუხედავად იმისა, კარგია ის ადამიანი თუ ცუდი. ამიტომ ეს სოციალურ-ეკონომიკურ ფონზეც გარდაითარგმნება, ადრე თუ გვიან დროის ამბავია მხოლოდ და მხოლოდ. რთულ სიტუაციაში ვართ, მოკლედ რო ვთქვათ, იმის ესე ვთქვათ, ცდელობაც არის, რომ არის გარკვეულწილად რაღაც კოსმეტიკური სურათი შექმნან, რომ რაღაცა მაინც ესე ვთქვათ აჩვენონ რაღაცა ფორმით ურთიერთობა მაინც ან ცდელობა თუ ევროპასთან ვერ ალაგებენ ამერიკის შეერთებულ შტატებს, რაც თქვენ ვისაუბრეთ ადრე ერთხელ ამაზე,
უამრავ შესაძლებლობას ხარჯავენ ლობისტებთან, რომ როგორც იქნა აღიაროს ტრამპმა ეს დღევანდელი ხელისუფლება, ჯერჯერობით როგორც ჩანს, ბოლომდე ვერ დაალაგეს სისტემა, მათ უბრალოდ არ ახსენებენ და ვიცე-პრეზიდენტის ჯეი დი ვენსის არ ჩამოსვლა საქართველოში და აი ამ რეგიონალურ, ესე ვთქვათ, საერთო ხედვაში საქართველოს ამოგვდება ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან და ქართული ოცნების ამითი კმაყოფილება ძალიან ცუდის მომასწავებელია დღევანდელი საქართველოსთვის. უნდა გითხოთ აუცილებლად იმ დინამიკას. მე რაღაც ძალიან ისე გამომივიდა, ძალიან ნეგატიურად, მაგრამ რა ვიცი, თუ გამაგებინებს დადებითი რა არის ამაში და რას ვიღებთ აქედან გამომდინარე გარდა რუსეთის ელიტის ქებისა, რომელიც სხვათა შორის ეხა აღარც ქება, გვაწვევიან და გვაწვევიან. რომ ქება არ არის, ვერ ვიტყვით რომ ეს ქება არის. სხვა შორის რასაც იმსახურებს რუსი როგორც მოგექცევა ზუსტად ისე იქცევიან. კარგად მიიღეს ეს ყველაფერი აქედან, ოღონდ მეც ითხოვენ და არ არის ეს რომ კმაყოფილები არიან ამ შედეგით რითიც აქ სრულ მორჩილებას, სრულ განადგურებას ითხოვენ ამ ქვეყნისას და სუვერენიტეტისას. დუგინის გამოსვლა ამის ნიშანი იყო რომ დამთავრდა სუვერენიტეტი. უფრო შორსაც წავიდნენ. რამდენჯერაც აქედან უბრალოდ ახსენეს რომ ხო ყველაფერს აკეთებენ რუსების საამებლად ხო თელი საგამოძიებო კომისიით ომში პასუხისმგებლობის აღებით ამერიკისგან დისტანცირებით ევროპის ლანძღვით ყველაფრით საერთოდ და რუსებმა ისიც კი არ გადმოუგდეს რომ ეთქვათ რომ აი ოდესმე ვილაპარაკოთ მოდი მშვიდობიან კავკასიაზე სადაც თქვენ და აფხაზები რაღაცა ზოგადი ფრაზები რამე კონკრეტული კი არა მშვიდობიანი კავკასია 2090 აი ვილაპარაკოთ რა ესეც კი არ მისცეს ეუბნება დაივიწყეთ საერთოდ ექს ნაწილი არ დეკო მთავარი დაპირება იყო ივანიშვილის რომ აი მე ამერიკას დავშორდები ევროპას დავშორდები მაგრამ ამით მართლდებოდა ეს ყველაფერი რომ აფხაზეს დავიბრუნებ რა ის აფხაზეს დაიბრუნებს საერთოდ ლაპარაკიც კი არ არის ხო ამაზე მინდა რუსეთიდან როგორ გამოიყურება ეს ყველაფერი და სხვა შორის აქ უკვე ივანიშვილის სუფრის ნარატივებში ეს შათერიშვილი რო წერილების სახით გვიქვეყნებს ხოლმე გამოჩნდა ხო რაღაცა ამ შეთქმულების თეორიაში სოფლიოს რომ მასონები მართავენ და სიონის ბრძენკაცები ხო ებრაელები ძირითადად იქ უკვე რუსეთიც ამის ნაწილია ნუ ბიძინა მთელი სოფლიოს წინააღმდეგ ხო ეცეთ რა არის მე ფიქრობ რომ ეხა ძალიან რთულად ლაპარაკობთ ქართული ოცნების. ესე მაგენი არ ფიქრობ რა. ანუ რაც მოვა მესეჯ ბოქსი იმის მიხედვით უნდა მოიქცენ რა. ეხა ერთი მოქმედება მეორე მესამე დუგინმა რა თქვა ასე შემდეგ აი ცეკას ინსტრუქტორების დონეზე შეიძლება ეს რაღაცა შეიძლება ეს რუსული იცის სახელს და გვარსაც დავასახელებ ამას რძენი ადამიანი რო ყავთ ერთი ბოთლები რო უნდა შუშები რო უნდა დაბეროს. ხო, აი ამ დონეზე ყავ დაყვანილი საგარეო პოლიტიკა, რომელიც ცეკას ინსტრუქტორი, რომელიც გეოპოლიტიკის მთავარ ესე ვთქვათ ექსპერტად არის ქართულ ოცნებაში და მან ვთავრდება ყველაფერი და მოდით აქ ამას ესე შევხედოთ რა. რუსეთისთვის ეგრეთ წოდებული ლიმიტირებული სუვერენიტეტი მისაღებია და ზუსტად ხედავთ რომ ქართული ოცნება იმ აღიარებას ლიმიტირებული სუვერენიტეტის იღებს თურქმენეთში ჩასვლით თურქმენეთის თავმჯდომარის ვიზიტით საქართველოში. ანუ რუსეთისთვის ეს მისაღებია. როგორც ჩანს ეს მისაღები არის ივანიშვილისთვის და მისი მმართველობისთვისაც საერთო ჯამში. იმიტომ რომ თუ მას აქვს გარანტიები რომ ის ინარჩუნებს ხელისუფლებას და მის სტატუსს როგორც ქვეყნის ეგრეთ წოდებული საქართველოს გუბერნატორი, ხო? რაც როგორც ჩანს ეს ლიმიტირებული სუვერენიტეტი განსაზღვრავს ეს არის მისაღები და ამას ნელ-ნელა აჩვენებს საქართველოს. რუსეთის პოზიცია რომ ახალი რეალობა უნდა აღიაროს საქართველოს და სამი დამოუკიდებელი სახელმწიფო აფხაზეთის ცხინვალის და საქართველოს რაღაც ერთიანი უნდა არსებობდეს კონგლომერატი რომელსაც რუსეთი იქნება გარანტორი ბრალებში ისევ ამ ყველაფრის ეს არსად არ წასულა არ შეცვლილა დამოუკიდებულება ქართველებისადმი საქართველოს მიმართ და მისი სახელმწიფოების მიმართ არის ისევე აგდებული და ერთადერთი რაც აბალანსებდა ამას იყო სწორედ ევროკავშირისკენ გზა საქართველოსი ამერიკის შეერთებული მხარდაჭერა ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერა პირადი ურთიერთობები და ქართველი ხალხის ნება ფაქტიურად ეს ყველაფერი დასულია ნოლზე მინიმუმ ნოლზე თუ არა მარტო ქართველი ხალხის ნებაზე ანუ დასავლეთის მხარდაჭერა ფაქტიურად აი ამ კონგლომერატის რომელიც საქართველოში შექმნა ივანიშვილმა ფაქტიურად ნოლის ტოლფასია აღიარებითაც მათ არ აღიარებენ ამერიკის შეერთებული შტატები ფაქტიურად გეოპოლიტიკური რუკიდან ამოიღო ამ ეტაპზე თუ საქართველო არ შეცვლის თავის პოლიტიკას
ევროკავშირის დამოუკიდებლობა გესმით, დღევანდელი ხელისუფლების ეს მისაღები ფორმა იმისი რომ იყოს ლიმიტირებული სუვერენიტეტი, ოღონდ რუსეთმა გარანტია მიცეს ივანიშვილს და ხელისუფლებას, რომ ესე იქნება მუდმივად ხელისუფლებაში და რჩება ქართული ხალხის ნება, რომელიც ფაქტიურად ქართულ ხალხმა უნდა გადაწყვეტოს 30 წლიანი გზა, რომელიც დაიწყო წინა ხელისუფლებების პერიოდში. მათ შორის ის ხედვა, რომელიც შევარდნაძის პერიოდიდან მოყოლებული მინიმუმ ჩამოყალიბდა აღმოსავლეთ დასავლეთ ესე ვთქვათ მიმართულებაზეც, რომელიც გულისხმობს აზერბაიჯანის, საქართველოს, თურქეთის აი ამ დასავლეთისკენ გზის გაჭრას, აღმოსავლეთთან თანამშრომლობას, ქვეყნის კეთილდღეობის გამყარებას, სტატუსის მოპოვებას საერთაშორისო არენაზე, როგორც ქვეყანა, რომელიც აკავშირებს დასავლეთს, აღმოსავლეთს, თვითონ იღებს ძალიან დიდ სარგებლოს, უსაფრთხოებას, გარანტიას, თავდაცვას და რაც შეეხება ამერიკამ მიგვატოვა, მე დიპლომატი ვიყავი 2008 წელს და ძალიან კარგად ვიცი რაც ხდებოდა იქ, რომ არა ამერიკის შეერთებული შტატები და ევროკავშირი რუსეთი და აუცილებლად დაპირებდა საქართველოს დედაქალაქში თბილისში შემოსვლას და მის სრულ ოკუპაციას. ეს არის ფაქტი, რაც არ უნდა იმ კომისიამ და ვიღაცებმა ატრიალონ ეს ყველაფერი და სწორედ დასავლეთის და ამერიკის ჩართულობა იყო ის, რომ რუსეთი დაბრუნდა ეგრეთ წოდებულ საოკუპაციო ზოლზე და არ შემოვიდა საქართველოს რაც ფოთში, რაც ბათუმში და რაც თბილისში, იმიტომ რომ ფასი მას წინ დაუდეს რა დაუჯდებოდა რომ ეს გაეკეთებინა 2008 წელს და წინა ხელისუფლების წარმომადგენლობა ამაში თავის წვლილი შეიტანეს მიუხედავად იმ დაბნეულობისა, რომელიც გამოიწვია ამ შემოჭრამ რუსეთის 2008 წელს. ამიტომ კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩვენ წარსულიც გვინდა და უნდათ რომ დაგვავიწყონ და დღევანდელი დღით გვაცხოვრონ, რომელიც ხვალდელ დღეზეც არ უნდა იფიქრო და ეს ეგრეთ წოდებული ლიმიტირებული ესე ვთქვათ სუვერენიტეტი, რომელსაც რუსეთი და დუგინის სახით თუ სხვების სახით გთავაზობს, ეს იქნება ზეწოლა საქართველოზე, ფაქტიურად უარი თქვა იმ გზაზე, რომელიც საქართველოს მოსახლეობის ძალიან დიდმა ნაწილმა 30 წელი შეწირა იმისთვის, რომ გახტარიყო თავისუფალი დამოუკიდებელი ევროპის და დასავლეთის ნაწილი, დამაკავშირებელი სწორედ აზიასა და დასავლეთს შორის უნიკალური როლი ქონდა, რომელიც ისტორიულად მას ჰქონდა თავის უსაფრთხოების გარანტიებით. ამიტომ ეს ეგრეთ წოდებული ფორმულა იცვლება, ეს გაყრა გამოცხადებული 24 წლის არჩევნების შემდეგ კობახიძის მიერ რაც უნდა ვადა დათქვა 28 წელს გავანახებთ 30-ში და ესეთი ევროპა არ გვინდა, ისეთი ევროპა გვინდა, მალე ევროკავშირიც არ იქნება. ეს კი ვადები კიდევ ერთხელ გადაიწევს ეს არის მათი ესე ვთქვათ მოდუს ოპერანდი მოქმედების შესაძლებელი რომ ისინი მუშაობენ და კიდევ ერთხელ ვამბობ რა საკმაოდ სერიოზული მუშაობა არის საჭირო საზოგადოების მედიის ოპოზიციის თუ მოქალაქეების მხრიდან ანალიზისა და ხედვა იმისა რა როგორ არ აღმოჩნდეთ რუსეთის გაგრძელება და უბრალოდ როგორ არ შთანხმდოს რუსეთმა და უბრალოდ ჩვენ არ გავხდეთ ერთ-ერთი ავტონომიური რაღაც შენაერთი რუსეთის სივრცეში, რომელიც ფაქტობრივად მიიღებს ლიმიტირებულ სუვერენიტეტს, რომელიც უბრალოდ საკმაოდ რთულ მდგომარეობაში დაგვაბრუნებს, რომელიც 30 წლის წინ 90-იან წლები შეიძლება გაგვახსენოს თავის რთული ეკონომიკური, ფინანსური თუ უსაფრთხოების თუ კორუფციის თვალსაზრისითაც. მადლობა ძალიან დიდი, ვანო მაჭავარიანი იყო ჩვენთან ერთად.